საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სამეგრელო ზემო-სვანეთის, გურის, იმერეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველობებში, ასევე აჭარის მთავრობასა და სამინისტროებში გაცემული პრემიისა და სახელბასო დანამატის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევა 2014 წლის 1 იანვრიდან მაისის ჩათვლით გაცემულ თანხებს ეხება. აღებული პრემიების რაოდენობით მუნიციპალიტეტებს შორის ნამდვილი შეჯიბრია გამართული. პრემიის აღების რაოდენობით აჭარაში ბათუმის, ხოლო სამეგრელოში ფოთის მერია ლიდერობენ. ბათუმის მერიაში იანვარ-მაისის განმავლობაში პრემია 5-ჯერ გასცეს. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, წინა წლებთან შედარებით პრემიების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. არის მანკიერი პრაქტიკა, არც ერთი გადაწყვეტილება პრემიის გაცემის შესახებ კონკრეტულ თანამდებობის პირზე თუ საჯარო მოხელეზე არ არის დასაბუთებული. ასევე ძალიან ცუდი პრაქტიკა არის ის, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გაცემული პრემიების რაოდენობა. პრემიებს უფრო და უფრო ხშირად და უფრო დიდი რაოდენობით გასცემენ მუნიციპალიტეტები. სახელმწიფო ფინანსების განკარგვაში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები კვლავ გამორჩეულები არიან. ავტონომიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ანაზღაურების მიღების ახალი გზა მოიფიქრეს. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დეპუტატები უმაღლესი საბჭოს წევრებისთვისაც კომპენსაციას იღებენ. ფინანსთა მინისტრის განმარტებით კომპენსაცია იმ პირებმა უნდა მიიღონ, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულება უწყდებათ და არა უმაღლესი საბჭოს წევრებმა. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ თანამდებობის პირებმა ანაზღაურების მისაღებად თანამდებობრივ სარგოს სახელი შეუცვალეს. ადამიანებს, რომელსაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულება, მათ უნდა მიიღონ შრომის ანაზღაურება. უმაღლესი საბჭოს წევრი კომპენსაციას ვერ მიიღեն. ესაც დაიწყეს საუბარი, რომ მოაგვარებდნენ პრემიების საკითხს, ეს არც არავის დაუჯერებია და მე მაშინ ვთქვი, რომ ისინი უბრალოდ სახელს შეუცვლიან. ასე მოხდა წყალტუბოში, როდესაც წახალისება დაარქვეს, ასე ხდება აჭარაში, როდესაც დაარქვეს კომპენსაცია. მართალია პრემიერის ინიციატივით მთავრობამ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის წესი განსაზღვრა, თუმცა მთავრობის კომპეტენციაში თვითმმართველობებისათვის რეგულაციების დაწესება არ შედის. ამასთან დანამატის საკითხი დარეგულირებული არ არის. საკანონმდებლო ცვლილებების მიღების აუცილებლობის შესახებ საუბრობენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტშიც. მთავრობის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესს, ვრცელდება მხოლოდ მთავრობის ვერტიკალში არსებულ სტრუქტურებზე. კერძოდ ეს არის სამინისტროები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები თუ სხვა უწყებები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არიან. ეს დადგენილება ვერ ვრცელდება და არ ვრცელდება ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ სხვა დამოუკიდებელ ორგანოებზე. შესაბამისად, საჭიროება დგება ერთიან სისტემაში მოექცეს როგორც ანაზღაურების სისტემა, ასევე პრემიების და დანამატების მოწესრიგების საკითხი. ეს შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ კანონის ძალით, ანუ რეგულირება უნდა მოხდეს კანონში. პრემიებისა და დანამატების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი გეგმავს. მანამდე კი თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ რესპუბლიკელთა ფრაქციის წინადადებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის პრემიების გაცემა შეაჩერა.